წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც თქვენს და თქვენი ოჯახის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებს. თქვენი პირადი ცხოვრებისგან აღარაფერი დარჩა. ოჯახის სახლში, სადაც ყველაზე უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეთ თავს, უცნაური შიში იპარება. ერთ დღეს სახლში დაბრუნებისას ხედავთ, როგორ გამორბის ვიღაც სახლიდან და უკანა ეზოში ქრება. პანიკა გეუფლებათ და მაშინვე პოლიციაში რეკავთ. არავის არაფერი დაშავებია, არაფერი დაკარგულა. ყველა ძვირფასი ნივთი ადგილზეა, გარდა სახლის სათადარიგო გასაღებისა, რომელსაც ალტოფარეხში ინახავთ. ერთადერთი მიზეზი, რატომ შეიძლება ვინმე სახლში შეიჭრას და მხოლოდ გასაღები მოიპაროს, მარტივია. ის უკან დაბრუნებას გეგმავს. და მართლაც, შემთხვევიდან ზუსტად 82 დღის შემდეგ იმავე სახლის ავტოფარეხში პოლიცია ქალის ცხედარს პოულობს და ახლა გამოძიება ერთ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს. დამნაშავე დაბრუნდა თუ არც არასდროს წასულა. ორმოცდასამი წლის კრისტელ კრუგი, სამი შვილის დედა, ოჯახთან ერთად ბრუნფილდში, კოლორადოში, დენვერის გარეუბანში ცხოვრობდა. ქმარი დანიელ კრუგი საჯარო სამსახურში მუშაობდა. 7 ოჯახური ყოველდღიურობა დენვერის გარეუბანში. მაგრამ 2023 წლის შემოდგომაზე კრისტინის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც კრისტილმა შეტყობინებების მიღება დაიწყო. ეს შეტყობინებები არა მხოლოდ უსიამოვნო, არამედ შემაშფოთებელიც იყო. SMS ტექსტები შეიცავდა სექსუალურ კონტენტს და მინიშნებებს, რომ ვიღაც მის ცხოვრებას აკვირდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ კრისტილს სჯეროდა, რომ მისი ყოფილი შეყვარებული ენტონი ჰოლანდი იყო ის, ვინც მას უთვალთვალებდა და წერდა. ამიტომ გადაწყვიტა პოლიციას დაკავშირებოდა. კრისტილი პოლიციას უყვება, რომ ყველაფერი ერთი უწყინარი შეტყობინებით დაიწყო, რომელშიც ყოფილმა შეყვარებულმა შეხვედრა სთხოვა. რადგან მალე დენვერში იქნებოდა და იცოდა, რომ კრისტილიც დენვერის მახლობლად ცხოვრობდა. კრისტილი და ენტონი სკოლაში შეყვარებულები იყვნენ და სკოლის დამთავრების შემდეგ ერთმანეთი აღარც უნახავთ, წლების წინ. ენტონიმ კრისტილს Facebook-ზე მიწერა, რაზეც კრისტილი ვარით პასუხობს 25 წლის შემდეგ უკვე თითქმის უცნობ ადამიანთან შეხვედრა არ ჩათვალა საჭიროდ, რასაც მალევე მოყვა ვულგარული და ბოლოს მტრული ტექსტებიც კი, მაგრამ უკვე სხვადასხვა ნომრებიდან. ბოლოს კრისტილი მეილებსაც კი იღებდა, არა მხოლოდ SMS-ებს. დროსთან ერთად შეტყობინებები არა მხოლოდ თავად კრისტილს, არამედ მის ქორწინებასაც ეხებოდა. მისი წარუმატებელი ქმარი არაერთხელ იყო ნახსენები SMS-ებში, ძალიან ამაზრზენი შინაარსით, მაგასთან როგორ ხარ, სექსუალური ცხოვრების შესახებ კომენტარები, ასევე ყოველდღიური დეტალები, რაც აძლიერებდა შთაბეჭდილებას, რომ ვიღაც ძალიან ახლოს იყო მის პირად ცხოვრებასთან. მაგალითად, შემთხვევამდე 35 დღით ადრე კრისტილი იღებს შეტყობინებას, დღეს სტომატოლოგთან იყავი ხომ? რაც ისეთი ინფორმაცია, რასაც სოციალურ მედიაში ვერ ნახავ. უზარმაზარი პლაზა, უამრავი სხვადასხვა ოფისით. ანუ ვიღაცამ ზუსტად იცოდა, რომელი კაბინეტის კარი შეიაღო კრისტილმა. წარმოიდგინეთ მსგავსი SMS-ები თვეების განმავლობაში. კრისტილმა ყველა თავისი ფოტო წაშალა სოციალურ მედიებში, ასევე თავისი ოჯახის წევრების შეწყვიტა საერთოდ რაიმეს დაპოსტვა და გაზიარება, მაგრამ შეტყობინებები არ წყდებოდა. როდესაც კრისტილმა 2023 წლის ოქტომბერში პოლიციას მიმართა, პოლიციამ მხოლოდ მუქარის დოკუმენტირება შეძლო. თუმცა რეალური დამნაშავის საბოლოო იდენტიფიცირება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. შეტყობინებები სხვადასხვა ნომრებიდან მოდიოდა და როგორც წესი, ეს კომპანიები ძალიან წელავენ მომხმარებლების ინფორმაციის გაზიარებას და ეს მთელი პროცესია სანამ ხშირად უკვე გვიანი არა.
მაგრამ პოლიციელებმა ის მაინც შეძლეს, რომ სახლი და მანქანა შეამოწმეს, კამერა ან მოსასმენი მოწყობილობა ხომ არ იყო სადმე, რადგან ძალიან ბევრი პირადული, ინტიმური დეტალი იცოდა ამ ადამიანმა კრისტილის ცხოვრების შესახებ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ შეტყობინებების გარდა სხვა არაფერი არ ხდებოდა. როგორც კრისტილი პოლიციის ოფიცერს უყვება, არც სახლის წინ გაჩერებული უცხო მანქანა ან ავტოსადგომის კუთხიდან ვიღაც გიყურებს, სახლის წინ კამერები რამეს აფიქსირებენ, არაფერი. მაგრამ ამ ადამიანმა მაინც ყველაფერი იცის. საიდან? კრისტილი განათლებით ბიოინჟინერი იყო, ძალიან ჭკვიანი ქალი, როგორ პასუხობდა SMS-ებს, როგორ ესაუბრებოდა პოლიციას, როგორ აკვირდებოდა და ინიშნავდა ყველა დეტალს. პოლიციას მთელი ფაილი ჩააბარა, თარიღებით, ქრონოლოგიით დალაგებული და პირდაპირ ეუბნება დეტექტივ მარტინესს, ვიცი ამ სტალკერის ტიპის მიზანი არის, რომ გონება დავკარგო შიშისგან, ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად მშვიდი ვიყო. I keep trying to remind myself this isn't intending to be terrorizing. This is intending to scare me. პოლიციის ჩანაწერებს რომ უსმენ, დენიელს ქმარს უფრო მეტი პანიკა აქვს, ლამის ტირის, ოფიცერს უყვება გუშინ სუპერმარკეტში ჩემს უკან ვიღაცამ გაზიანი სასმელის ქილა დააგდო და პანიკაში ჩავარდი შიშისგანო. მოკლედ, მთელი ოჯახი საშინაო მდგომარეობაშია და იმის გამო, რომ ვიღაც გითვალთვალებს და დღეში ათობით ამაზრზე SMS გიგზავნის, ცხოვრება ხომ არ რჩებდება. 3 შვილის დედა ხარ. წარმოიდგინე, დილით თვალს ახელ და გვხვდება შეტყობინება, რაც მაგალითად ერთი სიტყვა მითხარი და დღესვე მოვიშორებ შენს ქმარს. და მერე თავი უნდა აწიო, შენს შვილებს გაუღიმო, სკოლისთვის მოამზადო, ისე ვითომ არაფერი მომხდარა. დეტექტივი მარტინესი, რომელიც კრისტილის კონტაქტი იყო პოლიციის დეპარტამენტში, როგორც თვითონ ყვება, რთულ სიტუაციაში იყო იმ მხრივ, რომ კი კრისტილმა მოუყვა, რომ ესაა ჩემი ყოფილი შეყვარებული, პირველი SMS-ი მისგან მოვიდა და შემდეგ აღარ გაჩერებულა მუქარა. და მგონია, რომ ისაა. მაგრამ ეს საკმარისი მტკიცებულება არაა, რომ ყველა სხვა შეტყობინებაც ენტონისგანაა. და მარტინესი ეუბნება კრისტილს, რომ კი შემიძლია წავიდე და დაველაპარაკო, მაგრამ ვერ დავაკავებ. ის დასაკავებლად საკმარისი მტკიცებულებები არ მაქვს. და თუ მართლა ისაა, როგორც შენ ეჭვობ, ვინ იცის, რას გააკეთებს, თუ გაიგებს, რომ მისი სახელი დაასახელე პოლიციაში. ამიტომ ცდილებელია, რომ შევაგროვოთ მეტი მტკიცებულებები, რომ მისი დაპატიმრება შევძლოთ, რომ საფრთხეში აღარ იყო. 2023 წლის 14 დეკემბრის დილით შეტყობინების დაწყებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ კრისტილ კრუგი შვილების სკოლაში წაყვანის შემდეგ სახლში ბრუნდება. დაახლოებით დილის 8 საათზე ის ავტოფარეხში შედის, როცა მოულოდნელად უკნიდან თავს ესხმიან. ბლაქვს საგანს თავში რამდენჯერმე ურტყამენ და შემდეგ გულის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობას აყენებენ. დაახლოებით დღის 12 საათზე დენიელი კრისტილთან დაკავშირებას ცდილობს, მაგრამ კრისტილი არც SMS-ებს და არც არებს არ პასუხობს. რამოდენიმე მცდელობის შემდეგ ის ბრუნფილდის პოლიციის არასასწრაფო დახმარების ხაზზე რეკავს. ჩემს ცოლს ვერ ვუკავშირდები, არც ზარებზე, არც შეტყობინებებზე არ პასუხობს. ეჭვი გვაქვს, რომ ვიღაც უთვალთვალებს, პოლიციაში ჩვენი განცხადებაც არსებობს ამის შესახებ და სთხოვს ოპერატორს, რომ სახლის მისამართზე პატრულის ეკიპაჟი მანქანა გააგზავნონ, რომ შემოწმდეს ყველაფერი რიგზეა თუ არა. და ეუბნება ოპერატორს, რომ თვითონაც უკვე გზაშია, სამსახურიდან სახლში ბრუნდება, მაგრამ პოლიცია რა თქმა უნდა უფრო სწრაფად მივიდოდა მისამართზე. ოპერატორიც კრუგების მისამართზე პატრულს აგზავნის. პოლიციის ოფიცერი სახლის მისამართზე მიდის და შესასვლელ კართან ქალი ხვდება, რომელიც ზარს რეკავს, როგორც ირკვევა დენიელმა მეზობელსაც სთხოვა,
შემოწმებინა კრისტილი სახლში თუ იყო. მოკეთ არ ვიცი თუ კი ვინმე შეიძლებოდა რომ დაკავშირებოდა და ეთქვა რომ იქნებ ჩემი სახლის მისამართზე გახვიდეთ და შეამოწმოთ კრისტილი როგორაა. ყველას დაუკავშირდა, მაგრამ ეს ქალი პოლიციის დანახვაზე, ოკეი, თქვენ თუ აქ ხართ, თქვენ უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ და მიდის. პოლიციის ოფიცერი აგრძელებს სახლის გარედან დათვალიერებას, ფანჯრებში იყურება, სახლში წესრიგია, არაფერი საერთო არ ხდება. უკვე წასვლას აპირებს რეალურად, რომ გადაწყვეტს, მოდი ავტოფარეხსაც შევამოწმებ, მაგრამ კრუგების ავტოფარეხს ზემოთ აქვს ჰორიზონტალური ფანჯრები. ისე რომ უბრალოდ ვერ შეიხედავ ავტოფარეხში. ოფიცერი ბრუნდება, მანქანაში ჯდება და რომ გონია რომ უნდა წავიდეს, მანქანას გარაჟის წინ აჩერებს, კაპოტზე ფეხით დგება და ავტოფარეხში იხედება. და კრისტილს ხედავს, რომელიც ზურგით იატაკზე წევს და არ მოძრაობს. მაშინვე დახმარებას იძახებს და სახლის კარს ამტვრევს, პირდაპირ ავტოფარეხში შედის და ბოდიკამერის ჩანაწერზე ისმენ, რომ სცენა, რომელსაც ხედავს, იმდენად მძიმეა, რომ მასაც კი პანიკა აქვს. Broomfield Police! Broomfield Police! სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ დენიელმა კრისტილის დედასაც დაურეკა პოლიციასთან საუბრის შემდეგ და დედამისი ლინდა პირდაპირ შემთხვევის ადგილზე მოდის. პოლიციის ოფიცერი ავტოფარეხის კარს აღებს, რადგან სასწრაფო დახმარება პირდაპირ შევიდეს შემთხვევის ადგილზე, მაგრამ კარის გაღებისას ხედავს ასაკოვან ქალბატონს, რომელიც ავტოფარეხში შესვლას ცდილობს და უცებ სახე ეცვლება კრისტილის დანახვაზე, ძალიან ემოციური ხდება. ოფიცერი სახლის წინ მოსულ პატრულს უკავშირდება, რომ გაიყვანეთ ან მოუშვათ შემთხვევის ადგილზე და მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს კრისტილის დედა იყო, რომელმაც პირდაპირ შემთხვევის ადგილზე ასეთ მდგომარეობაში ნახა თავისი ქალიშვილი. რამოდენიმე წუთში მთელი ოჯახი ერთად იყრის თავს, პოლიციელები ჯერ ისევ არ ეუბნებიან არაფერს ოჯახის წევრებს, დენიელის მოსვლას ელოდებიან და როცა ყველანი ერთად არიან, კრისტილის გარდაცვალებას უდასტურებენ. გამოძიებისთვის თავიდანვე მთავარი და ძირითადი ეჭვმიტანილი, რა თქმა უნდა, ენტონი ჰოლანდია და გამოძიებაც ამ მიმართულებით მიდის. მთავარი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დაიჭირონ ეს კაცი, რადგან ფიქრობენ, რომ ენტონი დიდი ალბათობით მხოლოდ, ასე ვთქვათ, კრისტალზე არ გაჩერდება, რადგან SMS-ებშიც მთელს ოჯახს და განსაკუთრებით კრისტილის ქმარს, დენიელს ემუქრებოდა, ამიტომ პოლიცია ფიქრობს, რომ შემდეგი მსხვერპლი დენიელია. ძალიან უცნაური მომენტია იმავე საღამოს პოლიციის განყოფილებაში, ოჯახის წევრების დაკითხვა ხდება, ყველანი წაიყვანეს, რა თქმა უნდა, განყოფილებაში, ყველანი იქ არიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, დენიელიც, რომელიც დაკითხვის შემდეგ, წასვლისას, დეტექტივს საინტერესო რამეს ეუბნება. არ ჩათვალოთ, რომ მე ვარ დამნაშავე, ანუ ფილმებში და ისტორიებში პირველი ეჭვმიტანილი ყოველთვის ქმარია, ისე რომ საქმეს აღარც იძიებენ და ამაზე გააკეთა კომენტარი. მე ფიქრობ ძალიან საინტერესოდ შემოუბრუნდა მე ეს კომენტარი. He took my children's mother for Christmas. They're never going to get over that. I don't care if you capture him. I don't care if you kill him. Find him. Don't just assume it's me. Keep looking. არი ფიქრობთ, რომ შოკის ქვეშ არის და იმიტომ ლაპარაკობდა ასე. არა, ნორმალურ სიტუაციაშიც ასე თეატრალურად, ნელა და დრამატულად საუბრობს. ისე რომ საკმაოდ რთულია მისი მოსმენა. ბავშვებს რაც შეეხებათ, მათ სკოლაში აკითხავენ, სოციალური სამსახურის თანამშრომლის კაბინეტში არიან. უფროსი გოგო, რომელიც დამამთავრებელ კლასშია, იცოდა, რაც ხდებოდა სახლში. ზარის კამერის შეტყობინება მომივიდა ტელეფონზეო, როგორც ეუბნება ოფიცერს, რომ პოლიცია შენ სახლშიო.
მშობლებს ურეკავდა, მათთან დაკავშირებას ცდილობდა, დედამ რა თქმა უნდა არ უპასუხა ტელეფონზე, დენიელმა მამამ უპასუხა, მაგრამ არ უთხრა ტელეფონზე რა ხდებოდა. და ძალიან შეშინებული იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ საინტერესო მომენტია პოლიციის ოფიცერს ეუბნება, დაკითხვა არ წარმოედგინოთ, ხა რა თქმა უნდა, ბავშვები არ დაუკითხავთ იმ მომენტში, მაგრამ რა თქმა უნდა, ცდილობენ გაარკვიონ რა ხდება, ხო ბავშვები? განსაკუთრებით ეს უფროსი გოგონა და ამ ოფიცერს ეუბნება. იცის, რომ დედამის სტალკერი ყავს და მამამისის მოკლით ემუქრება, მაგრამ როგორც ჩანს, SMS-ები ისეა დაწერილი, რომ ჩანდეს თითქოს კრისტილი ამ კაცთან ერთად გეგმავს თავისი ქმრის მოკლას. ტექსტები როგორიცაა, ერთი სიტყვა თქვი და მოვიშორებ, ვიცი რომ ვერიტან შენს ქმარს, ვიცი რომ ჩემთან გინდა ყოფნა და მსგავსი შინაარსის ტექსტები, რასაც ისე გამოყავს სიტუაცია, თითქოს კრისტილი და ეს მისი სტალკერი, რომელიც გონიათ რომ ენტონია, მისი ძველი სკოლის შეყვარებული, ერთად გეგმავენ დენიელის მოშორებას. და ამ გოგოს გონია რომ ეს სტალკერი სახლში შეიჭრა. და ამიტომაა ახლა სახლში პოლიცია. და გონია რომ დედამისმა თავის დაცვის მიზნით მოკლა ეს კაცი. კრისტელს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა აიღო უფროსწორად თავდაცვის მიზნით, როცა ეს მუქარები დაიწყო. და ამ გოგოს გონია რომ დედამისმა ვიღაცა მოკლა. და ამ პოლიციის ოფიცერს უხსნის რომ დედამისი კარგი ადამიანია, რომ არავის არაფერს დაუშავებდა, რომ არაფერი არ აქვს საერთო ამ სტალკერთან. მოგეთ ეს ბავშვებიც განადგურებულები არიან. ყოფილი შეყვარებულის, რომელსაც კრისტილი სტალკერად მიიჩნევდა, დასაპატიმრებლად, რა თქმა უნდა, მაშინვე ორდერი გაიცა და პოლიცია ეძებს, მაგრამ ენტონის უტყუარი ალიbi აღმოჩნდა. იუტას შტატის სოლტ-ლეიქ-სიტის მახლობლად მდებარე კოლსის მაღაზიაში 14 დეკემბერს 12 საათსა და 16 წუთზე სვიტერი ჰუდი შეიძინა და ქვითარზე არსებული დრო ადასტურებდა, რომ მას არ შეეძლო დანაშაულის ჩადენა დილის 8 საათზე კოლორადოს შტატში მანქანით 8 საათის სავალგზაზე. რა თქმა უნდა, პოლიცია მარტინეს მაშინვე დაუკავშირდა იუტას შტატსთან, სთხოვა რომ მისამართზე მიდით და ნახეთ სახლში არის თუ არა ენტონი. პოლიცია რო შენის ენტონი ნასვამი დივანს ტელევიზორი ჩართულ ბულხმას. წარმოდგენა არ აქვს მის გარშემო საერთოდ რა ხდება და მოგვიანებით ჰოლანდმა სხვათაშორის ინტერვიუში განაცხადა, რომ კრისტილის სულმა გადაარჩინა და აიძულა ეს ჰუდი შეეძინა, რადგან საერთოდაც არ გეგმავდა არაფრის შეძენას, მაგრამ იმ დილით რომ გაიღვიძა, ეს ქონდა რაღაცა საოცარი საჭიროების მომენტი, რომ ეს უნდა წავიდე და უნდა ვიყიდო. ისე რომ საერთოდ არ აპირებდა ამ მაღაზიაში შესვლას და სხვათაშორის დღემდე ინახავს ენტონი ამ სვიტერს როგორც თავისი უდანაშაულობის სიმბოლოს. როცა ენტონი როგორც ეჭვმიტანილი გამოირიცხა, გამოძიება სულ სხვა მიმართულებით წავიდა, აუცილებელი გახდა IP მისამართების დადგენა, ზუსტად საიდან მოდიოდა შეტყობინებები, რადგან აქამდე ეგონათ რომ იცოდნენ ვინ უთვალთვალებდა და ავიწროებდა კრისტილს, მაგრამ ახლა საჭირო გახდა საქმე მთავარი ეჭვმიტანილის გარეშე თავიდან გამოეძიებინათ. IP მისამართი მარტივად რომ განმარტოთ, თუ შეიძლება ეს ვინმესთვის ცოტა დამაბნეველი იყოს, ინტერნეტის ნებისმიერ წყაროს აქვს IP მისამართი, თქვენს საკაბელო ინტერნეტს თუ მაღალი სიჩქარის Wi-Fi-ს ყველა წერტილს თავისი IP მისამართი აქვს. მაგრამ ერთსა და იმავე IP მისამართზე შეიძლება სხვადასხვა მოწყობილობები იყოს ერთდროულად დაერთებული. ანუ სახლში არსებული ყველა ტექნიკა, რომელიც ინტერნეტის წყაროზეა დაერთებული, საერთო IP მისამართი აქვთ. ანუ თუ IP მისამართი იპოვე, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ზუსტად იპოვე იმ ელექტრომოწყობილობის, არც ტელეფონი იქნება, თუ ლეპტოპი, თუ ტაბლეტი, თუ რაც უნდა იყოს, ზუსტად იპოვე რომელიდან მოდის ეს შეტყობინება. მაგრამ როცა იცი ვინ ცხოვრობს ან მუშაობს ამ ადგილზე, ეჭვმიტანილების წრე რა თქმა უნდა ვიწროვდება. სასამართლო ექსპერტიზის თანახმად შემთხვევის ადგილზე უცხო დნმ-ის არსებობა გამოირიცხა, მხოლოდ კრისტილის სისხლის იდენტიფიცირება მოხდა და ქმრის დენიელის დნმ-ის, რაც ნორმალურია, მის სახლია. თუმცა ამ ფაქტმა პოლიციას ეჭვი იმის თაობაზე, რომ დანაშაული უცხო ადამიანის ჩადენილი არ იყო,
კიდევ უფრო გაუძლია. სანამ პოლიცია IP მისამართების დაზუსტებას ცდილობს, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს ამოწმებენ და ხედავენ დახურულ საქმეს დენიელ კრუგის სახელზე. არაფერი მძიმე სასამართლომდე და ბრალდებამდე არც კი მისულა საქმე, მაგრამ პოლიცია რა თქმა უნდა ინტერესდება და საქმეში დაფიქსირებული მეორე მხარე ნიკოლი მოყავთ დაკითხვაზე. და ნიკოლი ძალიან საინტერესო ისტორიას უყვება დეტექტივებს. წლების წინ დენიელთან ერთად კოლეჯში სწავლისას ცოტა ხნით წყვილი იყვნენ, მაგრამ ნიკოლი არ იყო ბედნიერი დენიელთან ურთიერთობაში და დაშორდნენ ერთმანეთს ნიკოლის ინიციატივით. დენიელს კოლეჯში ოთახის მეგობარი ყავდა ტომი, ვისთანაც ოთახს იყოფდა და დაშორების შემდეგ ნიკოლმა ტომისგან შეტყობინებების მიღება დაიწყო. რამდენად ცუდად იყო დენიელი, როგორ განიცდიდა დაშორებას და მოკეთ ტომი ცდილობდა მათ შერიგებას. მაგრამ ტომის თავიდან უწყინარ შეტყობინებებს მალე უცნობი ნომრიდან შეტყობინებები მოყვა ნიკოლის პირადი ცხოვრებიდან დეტალებით, მუქარით, შევიწროებით, სიტყვიერი შეურაცხყოფით და ასე შემდეგ. ნიკოლი პოლიციაში მიდის და პოლიცია საბოლოოდ IP მისამართს საიდანაც SMS-ები მოდიოდა საჯარო ბიბლიოთეკის კომპიუტერს უკავშირებს, მაგრამ მეტი სამწუხაროდ ვერაფერი. მაგრამ თვითონ ნიკოლი დარწმუნებულია, რომ მუქარა დენიელისგან მოდიოდა, რადგან მოგვიანებით ირკვევა, რომ ტომის არასდროს გაუგზავნია ნიკოლისთვის შეტყობინება. და რაღაცა დენიელი ცუდათა და მოგეთ არასდროს უცდია მათი შერიგება. ანუ, რო გავარკვიოთ, ტომი რეალური ადამიანია. მართლაც ცხოვრობდა დენიელთან ერთად, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ტომის სახელით, დენიელი აგზავნიდა შეტყობინებებს. თუმცა სამწუხაროდ პოლიციას საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა მაშინ დენიელის დასაკავებლად. და 2023 წელს, როცა კრისტილის მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყეს და ეს კოლეჯის ისტორია ამოტივტივდა, გამომძიებლები რა თქმა უნდა ფიქრობენ, რამდენად დიდია შანსი, რომ წლების წინ კოლეჯში დენიელის ყოფილ შეყვარებულს სტალკერი ყავდა, როგორც კი დაშორდა დენიელს თავისი ინიციატივით და წლების შემდეგ დენიელის ცოლს ასევე სტალკერი. სამწუხაროდ ყველა შეტყობინების კონკრეტულ IP მისამართთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან ხშირად ერთჯერადი ტელეფონი იყო გამოყენებული შეტყობინებების გასაგზავნად, მაგრამ შეტყობინებების რაღაც ნაწილის დაკავშირება შეძლეს დენიელ კრუგის სამსახურის მისამართთან, რის შემდეგაც დენიელი მთავარი ეჭვმიტანილი ხდება. გამოძიების პროცესში დასტურდება, რომ შეტყობინებები შეიცავდნენ ისეთ პირადულ და ინტიმურ დეტალებს კრისტილის ცხოვრებიდან, რომლის შესახებაც მხოლოდ დენიელს შეიძლებოდა სცოდნოდა. ირკვევა, რომ სამსახურში სამუშაო საათებს არასწორად აფიქსირებდა, აყალბებდა, ასე ვთქვათ, ვითომ სამსახურში იყო, მაშინ როცა სავარაუდოდ ან კრისტილს უთვალთვალებდა, ან ერთჯერად ტელეფონებს ყიდულობდა, ან SMS-ებს წერდა. კრისტილის შეტყობინებებში იპოვეს დენიელის ფოტო, რომელიც ამ სტალკერს ჰქონდა გამოგზავნილი კრისტილისთვის, მაშინ ფიქრობდნენ, რომ ენტონის ჰქონდა გამოგზავნილი კრისტილისთვის. ფოტოზე ჩანდა დენიელი. ანუ ისე გამოიყურებოდა ეს სიტუაცია. აი ნახე, მარტო შენ კი არა, შენს მთელს ოჯახს უთვალთვალებ და ზუსტად ვიცი, ვინ სად არის და რას აკეთებს. მაგრამ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს ფოტო სელფი იყო. ანუ ნებისმიერ ფოტო ტექნიკურ მონაცემებს ინახავს, ხო? შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ფოტო სელფი იყო, ანუ ავტოსადგომზე გადაღებული ფოტოა. და როგორც ჩანს, შტატივზე დააყენა ტელეფონი, სელფის კამერაზე ტაიმერი ჩართო და ზურგიდან თავის თავს თვითონ გადაუღო ფოტო. სელფის მოდუსი ალბათ იმიტომ, რომ თავისი თავი დაენახა გარედან და კადრში დარჩენილიყო, არ ვიცი.
სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს, რომ უსაფრთხოების კამერები ნაწილობრივ დაზიანებული იყო, ან წებოვანი ლენტით იყო გადაფარული. როცა ეს შეტყობინებები და მუქარა დაიწყო, რამოდენიმე კამერა დააყენეს სახლში და გარეთ ეზოში, ზუსტად იმისთვის, რომ ამ სტალკერისგან თავი დაეცვათ. ირკვევა, რომ კრისტილს და დენიელს ოჯახური პრობლემები ჰქონდათ. როგორც კრისტილის ოჯახი იმავე საღამოს უყვება პოლიციას, კრისტილს განქორწინება უნდოდა. სხვათა შორის ამის შესახებ მართმა უფროსმა შვილმაც კი იცოდა უკვე. ის გოგოც ახსენებს სხვათა შორის ამ თემას, რომ მისი მშობლები მაინდა-მაინც კარგ ურთიერთობაში არ იყვნენ ბოლო დროს. და როცა უკვე სერიოზულად დაიწყო კრისტილმა ამ თემაზე საუბარი და ადვოკატები და ბავშვებზე მეურვეობის განაწილება, ზუსტად ამ დროს გამოჩნდა სტალკერი, რომელმაც კრისტილის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. სიტუაცია, რომელმაც ისევ დაახლოვა თავის ქმართან და მთელი მისი ოჯახის ყოველდღიურობა მოიცვა, ისე რომ განქორწინების თემამ უკანა პლანზე გადაიწია. ესე იგი, იმდენად ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ირკვევა, რომ სტალკერი ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდა. სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ კრისტილმა დენიელს მხოლოდ 1 თვის შემდეგ მოუყვა ამის შესახებ, ნოემბრის დასაწყისში. მას შემდეგ, რაც დენიელის ფოტო მიიღო მუქარით. აი ეს ცნობილი სელფი. როგორც ჩანს, როცა უბრალოდ მუქარებმა არ გაჭრა, რომ კრისტილი ისევ დენიელს დაბრუნებოდა და არ მოუყვა ეს ამბავი და როგორც ჩანს, დენიელი მთელი თვე ელოდებოდა, რომ შეეშინდებოდა საკმარისად კრისტელს და დენიელს მოუყვებოდა ამ ყველაფრის შესახებ და მე აქედან მათი ურთიერთობა ისევ აეწყობოდა. გაართულა, ასე ვთქვათ, სიტუაცია და ეს მომენტი იყო, როცა თავისი ფოტო გაუგზავნა კრისტილს მეილით და მუქარით, რომ მარტო შენ კი არა, მთელ შენს ოჯახს უთვალთვალებ და შენს ქმარს მოვიშორებ, ასე ვთქვათ. ვიცი, მიჩვეულები ვართ, რომ მსგავს სიტუაციებში დაკავების პროცესი საკმაოდ იწელება, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. კვლევიდან სულ რაღაც 2 დღის შემდეგ, 16 დეკემბერს, პოლიციამ დენიელ კრუგი დააკავა. ის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის გირაოს საფუძველზე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე დააკავეს. პოლიციელები ძალიან მონდომებულები იყვნენ ამ საქმეში, უნდა ვთქვა. ბოდი კამერის ჩანაწერებს რომ უსმენ, ერთი სული ჰქონდათ, როდის დააკავებდნენ. დენიელის საუბრის მანერა, ის რომ მუდმივად იცახდა, რომ ცოლი ვერ დავიცავი, ჩემი ბრალია თავზიდან აშაულებდა და ყველა მას აწყნარებდა და ყველა მას ამშვიდებდა და ყველა მის გამხნევებას ცდილობდა და მოკეთ არზე ყველა მის გვერდით დგომას ცდილობდა და თვითონ კრისტილის ოჯახიც კი. მოკეთ ძალიან ეტყობოდა და პოლიციელებს, რომ ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიჭერდნენ. მე ვფიქრობ, რომ იქვე უკვე შემთხვევის ადგილზე ჰქონდათ ეჭვი, რომ თლათ ესე მარტივად არ იყო ეს ყველაფერი, მაგრამ თავი მოუყარეს საკმარის მტკიცებულებებს და 2 დღეში უკვე დაიჭირეს. როდესაც ხელბორკილები დაადეს, დენიელი ძალიან უემოციოდ, უმოძრაოდ იყო. არც ყვირილი, არც წინააღმდეგობა, არაფერი საერთოდ. ერთადერთი, რაც თქვა, იყო არაფერი ცუდი არ ჩამიდენია. და პოლიციის ოფიცრების თქმით, ძალიან ესეთ არაბუნებრივად მშვიდი იყო. მოგვიანებით სასამართლო ფსიქოლოგებმა დენიელის ეს საქციელი მაქსიმალურად მანიპულაციურად შეაფასეს და სხვათა შორის ამ შეფასებამ ჩემთვის კიდე მოგვიანებით ძალიან საინტერესო მნიშვნელობა შეიძინა, გეტყვით მაგასაც აუცილებლად. დაკითხვის დროს პროკურატურის ცნობით ყველა კითხვას, რომელიც დევნას, IP მისამართებს და მოვლენათა თანმიმდევრობას ეხებოდა, კომენტარის გარეშე ასეთი პასუხი გასცა. ბრალდება 3 მუხლისგან შედგებოდა: კვლევობა, დევნა და პირადი ინფორმაციის მოპარვა და გამოყენება, როცა ენტონი ჰოლანდის სახელი გამოიყენა შეტყობინებების გასაგზავნად და რეალურად ციხისთვის იმეტებდა ამ ადამიანს. მაგრამ სასამართლო პროცესის დაწყება სამწუხაროდ გაჭიანურდა. მხოლოდ 16 თვის შემდეგ, 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყო სასამართლო პროცესი. მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის სასამართლო ექსპერტების ჩვენებებით, დადასტურდა, რომ ერთჯერადი ტელეფონები, რომლებიც ინფორმაციისთვის იმდენად არ გამოდგებოდა, ეგაა ზუსტად ერთჯერადი ტელეფონების იდეა, მაგრამ
როგორც აღმოჩნდა, თვითონ ტელეფონები ჰქონდა სასაჩუქრე ბარათებით, ვაუჩერებით ნაყიდი, რომლებიც თავისი ბარათით, თავის სახელზე ჰქონდა ნაყიდი. ანუ ვითომ ის იდეა, რომ ამ ტელეფონებს პირდაპირ ჩემი საკრედიტო ბარათით არ ვიყიდი მაგალითად, მაგრამ თავისი საკრედიტო ბარათით სასაჩუქრე ვაუჩერებს ყიდულობდა და მე ამ ვაუჩერებს იყენებდა ამ ტელეფონების შესაძენად. და სალაროს სისტემაში, რაც სუპერმარკეტი იქნება თუ კიოსკი, თუ არც სადაც ყიდულობდა ამ ვაუჩერებს, ეს სასაჩუქრე ბარათები თუ ვაუჩერები ჩვეულებრივი გადახდის წყაროა, ჩვეულებრივი გადახდის საშუალება. როგორც არცი ქეში იქნება თუ ბარათი იქნება, ისევე ფიქსირდება, რა თქმა უნდა, სისტემაში. ის ჩვეულებრივ სკანერდება, თავისი კოდი აქვს და ზუსტად იცი სისტემაში შეგიძლია გადაამოწმო. თუ სასამართლო ორდერი იქნება, რა თქმა უნდა, რომ როდის რომელ ფილიალში, რომელ ქალაქში და ვისი ბარათით არის შეძენილი. ნუ, ქეშით გადახდა, რა თქმა უნდა, ანონიმურია, ქეშს ვერ გაყვები უკან ახლა, ვინდა როდი შეიძინა, მაგრამ ბარათებით ჰქონდა გადახდილი ეს ვაუჩერები. Google search-ი წინა დღეს Google-ში ეძებდა, რამდენად ძლიერად უნდა დაარტყა ვინმეს თავში, რომ გონება დაგარგოსო. თავისი ლეპტოპიდან. წინა დღეს. აქ პატარა გადახვევა უნდა გავაკეთო. ვიცი, რომ ეხა ბევრისთვის ძალიან სასაცილო ჭრს, რომ რანაირად შეიძლება, რომ შენი ლეპტოპიდან Google-ში ჩაწერო და მოძებნო რაღაცა ასეთი, როცა მეორე დღეს მკვლელობას ჩადიხარ, ხო? მაგრამ ბევრისთვის არა დარწმუნება, ბევრმა იცის, მაგრამ თუნდაც რამოდენიმე პროცენტისთვის მაინც მაყურებლისთვის სიახლე რომ იყოს და არ იცოდეს. იგივე ეხება ChatGPT-საც. და თქვენს მიმოწერებს და ჩეთებს ChatGPT-სთან. ჯერ ხო თვითონ სემ ალტმანის ინტერვიუ მაქვს პირდაპირ ამ თემაზე მოსმენილი, მაგრამ ისედაც ესეა. თუ სასამართლო ორდერი იქნება, როგორც Google-ის სერჩები და ყველაფერი, რაც ოდესმე მოგიძებნია და ჩაგიწერია ინტერნეტში, ბევრჯერ მithქვავს და ვიმეორებ, ინტერნეტში არასდროს არაფერი არ იკარგება, მიუხედავად იმისა, რომ შენ გგონია, რომ შენი ლეპტოპიდან წაშალე. იგივე ეხება ChatGPT-ის ჩათებსაც. თუ სასამართლო ორდერი მოითხოვს, ვალდებულები იქნებიან თქვენი მიმოწერები მიაწოდონ პოლიციას. არ ვიცი, რაღაცა ესეთი მკვლელობა და ესეთი რთული საქმე ხომ თავისთავად, მაგრამ თუნდაც არ ვიცი ესეთი სიტუაცია წარმოიდგინეთ, როცა არ ვიცი რა გითხრათ, მაგალითად მეურვეობის საქმე, ბავშვზე მეურვეობის საქმე, როცა შეიძლება ორი მშობლის ამბავი არ იყოს, მაგრამ თუნდაც სახელმწიფო რომელიმე მშობლის წინააღმდეგ, რა ვთქვათ, სოციალურ სამსახური ამბობდეს, რომ არ შეიძლება, ვთქვათ, ბავშვების დატოვება ამ მეურვესთან, ან დედასთან, ან მამასთან არ აქვს მნიშვნელობა და ამის დასადასტურებლად მოითხოვს ორდერს თქვენი ჩათების შესახებ ChatGPT-სთან. ის უწყინარი მიმოწერები, რომელიც გგონიათ, რომ არაფერს არ ნიშნავს, აი, როგორც თერაპევტს, ისე რომ იყენებთ ChatGPT-ს და კითხვებს უსვევს და ესაუბრება ისეთ თემებზე, როგორიცაა სუიციდი, დეპრესია, უძილობა, ანტიდეპრესანტები, ძილისაბები. წარმოიდგინეთ მსგავსი მიმოწერები და კითხვები ასეთ თემებზე, თქვენი როგორც მეურვის სტაბილურობას, რომ ბავშვებზე ზრუნვა შეგიძლიათ, მოსამართლისთვის სერიოზულად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, არა? ამიტომ მოკლედ, ეხა აბსოლუტურად აბსტრაქტული მაგალითი მოვიყვანე, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ორჯერ დაფიქრდით, სანამ მსგავს თემებზე კითხვებს დავსვავთ ChatGPT-ს და თქვენს უფასო თერაპევტად გამოიყენებთ. ცხოვრებაში უფასო რაღაცები არ არსებობს, ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ოკეი, ჩვენს საქმეს რომ დაუბრუნდეთ, ასევე სახლში 4 კამერა იყო და 4-ვე ხელით იყო გათიშული იმ დილით 2 საათის განმავლობაში, რაც როგორც დადგინდა მხოლოდ 2 ადამიანს შეეძლო, კრისტილს და დენიელს. წინასწარ დაგეგმილი შეტყობინებები კრისტილის ტელეფონიდან. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, ვითომ დენიელის სახლიდან რომ გავიდა დილით, კრისტილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ანუ არ ვიცი ყველა ტელეფონს აქვს თუ არა, ყველა მობილურს აქვს თუ არა ეს ფუნქცია, მაგრამ მე მგონი ალბათ უკვე უმრავლესობას არ ვიცი, აქვს შესაძლებლობა, რომ წინასწარ დაგეგმო შეტყობინება როდის გაიგზავნება. არ ვიცი, ვიღაცას უნდა მივწერო საღამოს და ვიცი, რომ სამსახურში ვარ, არ მეცლება, ტელეფონს ვერ გამოვიყენებ და დილით შეგიძლია წინასწარ დაგეგმო, რომ საღამოს 6 საათზე შენი შეტყობინება გაეგზავნოს ამ და ამ ადამიანს. სწორედ ეს გააკეთა დენიელმა კრისტილის ტელეფონზე. თვითონ სადღაც 8 საათსა და 20 წუთზე გადის სახლიდან, მანქანა თვითონ სამსახურში მიდის და 9 წუთები აკლია, შეტყობინებას იღებს
კრისტილისგან, რომ ვითომ კრისტილი სახლშია, ცოცხალია, ბავშვებს სკოლაში წაიყვანა და შემდეგ თავის ქმარს წერს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ როცა ექსპერტიზაზე მოწმდება ტელეფონი, იქ იოლად შეიძლება დადგინდეს, ეკრანი გახსნილი იყო თუ არა, როცა ეს შეტყობინება გაიგზავნა. ანუ ტელეფონის ეკრანი აქტიური იყო თუ არა. კოდი თუ ბლოკი თუ რაც არის მოხსნილი იყო თუ არა ტელეფონს და ვიღაცამ რეალურად იმ დროს აკრიფა თუ არა ეს შეტყობინება. თუ დაგეგმილი იყო წინასწარ გასაგზავნად. 2025 წლის 18 აპრილს მოსამართლე პრისცილა ლოუმ დენიელ კრუგს სამუდამო პატიმრობა პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე მიუსაჯა. პლუს 9.5 წელი სხვა გამომტყუნებელი განაჩენებისთვის. დევნა შევიწროება და სხვისი პირადი ინფორმაციის გამოყენება. რაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიცი, შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, სამუდამო თუ მიუსაჯეს ეს 9.5 წელი რაღაც საჭიროა, მაგრამ საჭიროა და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბრალდების ყველა პუნქტი გაიარა სასამართლომ და ყველა პუნქტში დამნაშავედ ცნოდენიელი. მნიშვნელოვანია, რომ უფრო მძიმე დანაშაულით შედარებით უფრო მსუბუქი დანაშაული არ გადაიფარა. შედარებით მსუბუქი ხა ამ კონკრეტულ სიტუაციაში, როცა მკვლელობას შევადარებთ, თორე დევნა ძალიან სერიოზული დანაშაულია. დღესდღეობით ონლაინ ბულინგი, ელექტრონული ფორმით დევნა და შევიწროება, მეილი იქნება ეს თუ Facebook-ის შეტყობინება ძალიან გახშირდა და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია გველოდება სამომავლოდ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს და ნაფიც მსაჯულებს პრაქტიკა ქონდეთ ამ მიმართულებით მსგავს საქმეებში, რომ პრეცედენტები არსებობდეს, რა სასჯელი გემუქრება თუ რაღაცა მსგავს გააკეთებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკაში. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ბრალდების პუნქტები ერთმანეთს ემატება განაჩენის გამოტანისას და არა უფრო მძიმე პუნქტი, როგორიცაა მკვლელობა, წონის და ბრალდების სხვა პუნქტები ბათილდება. ძალიან ბევრი ფილმი მაქვს, მე მგონი, მაფიაზე ნანახი და შეიძლება მაგიდო, მაგრამ თუ სამომავლოდ რაღაც სიტუაციაში მტკიცებულებები მკვლელობაზე ამ საქმეში დაიკარგება, გაქრება, დაზიანდება, არ ვიცი, დნმ არა აქვთ. მოწმე არ ყავთ. მთლიანად ამ ელექტრონულ მტკიცებულებებზეა საქმე აწყობილი. ამიტომ არ ვიცი ხა ეს არა რომ მაფია ვიღაცაშია გზავნის და მტკიცებულებები უცებ გაქრება, მაგრამ არ ვიცი, რაც არ უნდა იყოს. რაღაც მომენტში თუ დადგება ის ძალიან წარმოუდგენელი მომენტი, რომ შეიძლება მკვლელობის საქმე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, სხვა თუ არაფერი, ეს მკვლელობისთვის ძალიან ცოტა რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ეს 9.5 წელი მაინც უნდა მოიხადოს მაშინ ციხეში, ხომ? ეს ასეთ რთულ სიტუაციაში ეგეც უკვე მნიშვნელოვანი იქნება. მოკლედ, ცოტა ესეთია ფანტაზია და წარმოუდგენელი ამბავია, როგორც გითხარით, მე მგონი ცოტა ბევრი ჰოლივუდის ფილმი მაქვს ნანახი, მაგრამ მაინც რომ ვიცოდეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, თუნდაც ეს 9 წელიწადიც, როცა ისე უკვე სამუდამო აქვს პატიმარს მისჩილი. კრისტილის ოჯახს რაც შეეხება ყველაზე მძიმე სიტუაციაში, რა თქმა უნდა, მისი 3 შვილი იყო, რომლებმაც დედა დაკარგეს და მერე კიდე იმის გაცნობიერება, რომ საფრთხე გარედან კი არა, მათივე ოჯახიდან მოდიოდა. სრული სიმართლე რომ იცი, კიდე უფრო მძიმე გასააზრებელია კადრები შემთხვევის ადგილზე, როცა კრისტილის დედაც კი დენიელს ამშვიდებს. წარმოიდგინეთ ლინდას დედამისის მდგომარეობა, როცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ საკუთარი შვილის მკვლელს ამშვიდებდა შემთხვევის ადგილზე. და ის მომენტი, სხვათა შორის, შემდეგ კრისტილის მეგობრები და ოჯახის წევრები ამბობდნენ დაკითხვის დროს, რომ დენიელს ძალიან არ მოსწონდა კრისტილის დედა. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ლინდა ყოველთვის კრისტილის მხარეს იყო და მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა და როცა განქორწინებაზე მიდგა საქმე, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაშიც ლინდას უჭერდა მხარს და დენიელს ძალიან არ მოსწონდა ლინდაო. კრისტილის დედა ძალიან არ მოსწონდა და ეს ერთგვარი შურისძიება იყო დენიელის მხრიდანო, რომ ლინდას დაურეკა და შემთხვევის ადგილზე მieყვანა, რომ თავისი შვილი იმ დღეს ამ მდგომარეობაში ენახა.
დენიელი ბოლომდე აცხადებდა, რომ უდანაშაულოა, რომ მოუწყო ამ სტალკერმა ეს ყველაფერი და რეალური დამნაშავე ისევ თავისუფალია. ძალიან საინტერესო მოსასმენი და საყურებელია ვიდეო ზარები, რომლებიც აქვს თავის ოჯახთან, ციხიდან, ძალიან თეატრალურად საუბრობს. მართალი გითხრათ, ბევრს ვერ მოვუსმინე, იმიტომ რომ იმდენ ხანს უნდება თითო წინადადების თქმას, რომ მე მთელს ვიდეოს ვამზადებ მაგდროში, ამიტომ ცოტა გამიჭირდა. შეიძლება და ბევრი საინტერესო დეტალის აღმოჩენა დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი რომ მომესმინა, მაგრამ მე მგონი ამ ვიდეოსთვის საკმარისია, რასაც გაჩვენებთ. დედამისი ზის და უსმენს, არ ეპასუხება, კომენტარს არ აკეთებს. ეგეთ დენიელი ეუბნება, რომ მისი შვილების გამო ეშინია, რადგან დამნაშავე თვითონ არაა და ეს დამნაშავე ისევ თავისუფალია გარეთა და ეშინია თავისი შვილების უსაფრთხოების გამო. ასევე უკმაყოფილოა, რომ ბავშვები მის მშობლებთან კი არ არიან, არამედ კრისტელის მშობლებთან. სტოკჰოლმის სინდრომი ჩამოუყალიბდებათ ბავშვებსო და ყველაფერს დაიჯერებენ, რასაც კრისტელის მშობლები მოუყვებიან ჩემზე. I need them safe. I don't know where or who did this, where he is or who he is. I need my children out of Colorado. თავის საკოლექციო მონეტებზე დარდობს, რომლებსაც ვეღარ პოულობენ მისი მშობლები და დედამისი ეჩხუბება ამის გამო ციხიდან. კრისტელის ოჯახს მოსთხოვე ეს მონეტები, დარწმუნებული ვარ, ან მათ, ან პოლიცია მოიპარა სახლის ჩხრეკისასო. დედამისი ძალიან მშვიდი ხმით, დენიელ, დამშვიდდი, ნუღელავ, როგორ ვუთხრა, ასეთი რაღაც, ანუ ის ქალი ხამდენ ხვდება, რომ კრისტელის ოჯახს მონეტებზე ვერ დაუწყებს ასეთ სიტუაციაში ლაპარაკს, როცა შენმა შვილმა მათი შვილი მოკლა და ამაზე დენიელს პანიკა ეწყება და ყვირილს იწყებს და დედამისი მერე უცებ იქედებოდიშება. არ ინერვიულო, ნეტა ყველაფრის შეცვლა შემეძლოს, ნეტა შენთვის ყველაფრის გამოსწორება შემეძლოს. მერე იქედან დენიელი ისევ, ოკეი, შენი ბრალი არაა დედა, არიტირო. არ ვიცი, შეიძლება სხვა შეფასებაც მოუძებნო ამ სიტუაციას, დარწმუნებული ვარ, ხა ყველა რაღაცა თავისი კუთხით შეხედავს ამ სიტუაციას, მაგრამ მე ჩემი პირადი აზრია, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დედამისიც ემოციურ ტერორში ყავს. აი ეს სასამართლო ფსიქოლოგების ექსპერტების კომენტარი სასამართლო პროცესზე. მაქსიმალურად მანიპულაციური ქცევა. მარტო კრისტელის მიმართ არ იყო ეგ. დედამისიც ზუსტად იგივე სიტუაციაში ყავს. და კიდე საინტერესო მომენტი ისაა, რომ ანუ შთაბეჭდილება მაქვს მატერიალურ ნივთებზე ესე განიცდის, რომ არ თუ ვერ იჯერებს, რომ მთელი ცხოვრების გატარება ციხეში მოუწევს, ისე ლაპარაკობს, გონია რომ დღეს ან ხვალ ციხიდან გამოდის. და ისა კიდე იყო რაღაც, ბებია მისის ბეჭედს ეძებდა ციხიდან. ხო, არ ვიცი ხა ეს როგორც ჩანს საოჯახო რელიკვია იყო იმ ხრივ, რომ მე მგონია რომ ეს ის ბეჭედია, რომელიც კრისტელს აჩუქა. და თუ იპოვეთ ეს ბეჭედი, და ვერ იპოვეს ეს ბეჭედი, არ ვიცი. სად არის მართალი რომ გითხრათ, არ ჩანს არ არის არსად კრისტელის ბეჭედი, თუ დენიელის ბებიის ბეჭედი და ამაზე გაგიჟებულია, რომ ან პოლიცია მოიპარაოს, ხოთა შორის პოლიციას თავისი საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპარვასაც აბრალებს. ეს კიდე ძალიან განხილვის თემა იყო და ასევე ეს ბებიამისის ბეჭედიც და ზოგადად ძალიან გაბრაზებულია, ძალიან აგრესიული ხდება იმ თემაზე, რომ სახლში კრისტელის მშობლები შედიან და რამეს ეხებიან საერთოდ, ან პოლიცია ჩხრეკა და ანუ ძალიან საინტერესო მომენტია. შენ თვითონ აქციე შენი შვილების სახლი დანაშაულის ადგილად. იმით რომ საკუთარი ცოლი მოკალი. და მერე ის ფაქტი გაღიზიანებს, რომ უცხო ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ, შედიან შენს სახლში და ჩხრეკენ და შენს ნივთებს ეხებიან. მე მგონი ცოტა დაგვიანებულია, ხო, ასეთი რეაქციისთვის და პანიკისთვის. ბოლოს საინტერესო მომენტი იყო ასევე მის ძმასთან დიალოგი, ძმა ელაპარაკა, რომელიც პოლიციელია სხვათა შორის და დაკითხვის დროს თავიდან, როდესაც სტალკერის საქმეზე კითხავდნენ ადრე, სანამ ეს ნაბავი მოხდებოდა, იქ სხვათა შორის ეუბნება გამომძიებელ საინტერესო მომენტია ისიც, რომ ესა ჩემი ძმა პოლიციელია და რამოდენიმე ხრიკი მაქვს ნასწავლი ასეთ სიტუაციაში თავი როგორ უნდა დაიცვალო.
და ეს თავისი ძმა უფრო რეალისტური ადამიანი ჩანს, უფრო რეალისტურად ელაპარაკება, იმიტომ რომ დედამისი არ იჯერებს და არ დაიჯერებს არასდროს რა მტკიცებულებაც არ უნდა დაუდო. აზრი არ აქვს. განაჩენის გამოცხადებასაც კი არ დასწრებიან სასამართლო დარბაზში, იმიტომ რომ მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორი განაწყვეტილება მიიღო, რომ მათი შვილი უდანაშაულოა, ამიტომ არც კი მისულან სასამართლო დარბაზში. ამიტომ ძმა ელაპარაკება რეალურ საკითხებზე და რეალურ პრობლემებზე, რომ არ გვაქვს საკმარისი ფული, რომ მშობლები კრედიტზე იღებენ და ასე მანქანას და სახლს დაკარგავენ და უნდა შევანელოთ ცოტა ეს სიტუაცია, იმიტომ რომ მხოლოდ ადვოკატებს არ ეხება საქმე, რომლებიც სხვათა შორის რამოდენიმე ყავდა დენიელს, სამართლებრივი დავის დაწყება უნდოდა კრისტილის ოჯახთან ბავშვების მეურვეობაზე, რომ მისი მშობლების სახლში წამოეყვანათ ბავშვები კოლორადოდან. რაზეც მისი ძმა ეუბნება, რომ ეგ პროცესი დაახლოებით $150,000 ჯდება და გამორიცხულია ვერ შევძლებთ და აღარ დაელაპარაკო დედას ამ თემაზე. ანუ მისი ძმა უფრო რეალისტური ჩანს. ფიქრობ იცის და ჯერავს რომ დენიელი დამნაშავეა, მაგრამ ჩემი ძმა ხარ და როგორც შემიძლია დაგეხმარები, მაგრამ ეს უსაფუძვლო მოთხოვნები და პრეტენზიები და ემოციური ზარები და ეს თეატრალიზმი, რომელიც მერე დედასაც ძალიან ემოციურს ხდის და ცუდად ხდება, უნდა შეწყვიტო. სხვათა შორის დეტექტივ მარტინესიც ძალიან განიცდიდა ამ სიტუაციას, რომ ადრე ვერ შეძლო კრისტილის დახმარება და ვერ ამოიცნო, საიდან მოდიოდა რეალურად მუქანა. მე ვფიქრობ, რომ ის ფაქტი, რომ ორ დღეში უკვე დააპატიმრეს დენიელი, ცოტა პირადი ვენდეტა იყო. დაპატიმრების კადრებში, სხვათა შორის მარტინესიც პირადად დააპატიმრა დენიელი. მარტინესი მანქანაში სვამს ხელბორგილებით დენიელს და ეკითხება: დენიელ, შენ ეტყვი შენს შვილებს, რომ დედა შენ მოუკალი თუ მე ვუთხრა? დენიელი ძალიან თეატრალური ჩურჩულით პასუხობს, ჩემს ადვოკატს უნდა დაველაპარაკო. საკმაოდ სარკასტული წინადადებაა დეტექტივის მხრიდან. ნამდვილად, მე ვფიქრობ, რომ გამოძიების პროცესში სარკაზმის ადგილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს საინტერესო მომენტი იყო ჯერ იმიტომ, რომ ყველა ხო ამას ამშვიდებდა და აწნარებდა და თვითონ ხო იძახდა, რომ ჩემი ბრალია და როგორც აღმოჩნდა ბოლოს მართლა მისი ბრალი იყო. მაგრამ ეს საინტერესო მომენტი იყო, როცა ბავშვების სკოლიდან პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, ეკითხებიან დენიელს, რომ ჩვენ დაგეხმაროთ, ჩვენ ხო არ უთხრათ ბავშვებს ან რაღაცა ნეიტრალურმა ადამიანმა ხო არ მიაწოდოს უფრო ბავშვებს ეს ინფორმაცია და დენიელის ჩურჩული ისევ და მე უნდა ვუთხრა. ოღონდ არ ვიცი როგორ. და მე ვფიქრობ, რომ მარტინეს განსაკუთრებით მძიმედ ჰქონდა გონებაში ის ფაქტი, რომ დენიელმა თვითონ უთხრა ბავშვებს. თითქოს 2 საათის წინ ამ ბავშვების დედას გულში დანაარჩა არტყა. ამიტომ მესმის მარტინესის, თუმცა არ მგონია, რომ ამას დენიელზე რაიმე გავლენა ქონოდა. No yet. Okay? Stay here. Arrive in the hall. I should. Do you want to tell them? I just. Okay. რატომ მკვლელობა? ესეც კითხვა იყო. პირიქით, ის არ უნდოდა, რომ კრისტელს არ მიეტოვებინა და მასთან დარჩენილიყო, მაგრამ პოლიციის რეპორტში წერია, რომ კრისტილი ბოლოს უკვე ხვდებოდა, რომ დენიელი იყო სტალკერი, ანუ კრისტილს განქორწინებაზე ვარი არ უთქვამს. პირიქით, თავის ერთ-ერთ მეგობარს უყვება, რომ ერთ-ერთ ბავშვს ჩალურჯებები აქვს მკლავზე. როგორც ჩანს დენიელისგან და კრისტილი ამის გამოყენებას აპირებდა დენიელის წინააღმდეგ, რომ ბავშვებზე სრული მეურვეობა მიეღო. ანუ კრისტილი გეგმავდა, რომ ყველასთვის და მათ შორის პოლიციისთვისაც მოეყოლა თავისი ეჭვების შესახებ. და მე როგორც ვხვდები, ელოდებოდა უფროსი გოგოს სკოლის დამთავრებას, ბოლო ზარს, უფროს შვილს ბოლო წელი ჰქონდა სკოლაში და მერე უნდოდა ამ სიტუაციის გარკვევა, მაგრამ დენიელმა დაასწრო. ენტონი დაესწრო სხვათა შორის სასამართლო პროცესს და განაჩენის წაკითხვისასაც იჯდა დარბაზში, დენიელს არანაირი რეაქცია არ ქონია სახეზე. არაფერი საერთოდ. ენტონი ამბობდა სხვათა შორის, რომ თვითონ შეიძლებოდა იმ დღეს ბრალდებულის სკამზე მჯდარიყო, ზუსტად დენიელის გამო.
და რამდენად მნიშვნელოვანი ამისთვის, რომ აქ ყოფილიყო და დენიელისთვის განაჩენის გამოტანას დასწრებოდა. უკეთ არ ვიცი, მე მგონი დენიელმა ჩვენი ბრენდონი, გახსოვთ ოპერის რომანის საქმიდან, ის ბრენდონი ჩემთვის აქამდე პირველ ადგილზე იყო, როგორც ყველაზე ჭკვიანი დამნაშავე. ერთი კვირით ადრე თავის სახელზე იარაღი რო იყიდა და სახლში ფანჯრები რო გამოცვალა ხმა გაუმტარი შუშით და ასე შემდეგ. მოგეთ ის პირველ ადგილზე იყო თავისი მონდომებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დენიელი გადავიდა პირველ ადგილზე, როგორც ყველაზე ჭკვიანი დამნაშავე, რა სიტყვით. სელფი, სერიოზულად, სელფის კამერით გადაღებული ფოტო და სასაჩუქრე ბარათებით ნაყიდი ტელეფონები. მე მგონი პირველ ადგილს იმსახურებს. თქვენ რა სიტყვით? გელოდებთ კომენტარების სექციაში, სიამოვნებით გამიზიარეთ, თქვენ რას ფიქრობთ ამ საქმესთან დაკავშირებით. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, მე შემდეგი კვირის ვიდეოში გნახავთ, იქამდე კი თავს გაუხურდით.